დღეს ნინიკუშკას მისია გამოიცნოს ამ 4 ადამიანიდან, რომელსაც დაკლებული 1 წელიწადში 40 კილოგრამი. ძალიან დავიბენე ხა. მე კი შევეცდები პატარ-პატარა ჩელენჯებით გავურთულო საქმე და ავურიო თავისა. გადასარევსო შენ? მოკლედ, მე შენ გაგიმზადე აქ ესეთი სიტუაცია. მე წავედი ჩემ ადგილს დაუბრუნდები და შენ. პირველი რაუნდი დავიწყეთ? დავიწყეთ პირველი და რაუნდი. მეორე ერთი კლებ. ესე იგი, ანუ როგორც ჩანს, ერთმა დაიკლო 40 კილო და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. მაშინ ყველა სათითაოდ გკითხავთ, ეხლა რამდენი კილო ხართ? ცოტა ხმამაღლა არ მესმის. ამ მომენტში ვარ 78 კილო. კარგი, მეორე? გამარჯობა. ეხლა ვარ 52 კილო. 52. მესამე? მესამე მე ვარ ეხლა 74. 74. მეოთხე? გამარჯობა, ეხლა ვარ 66 კილო. და მეოთხე მითხრას რამდენი იყო დაკლებამდე? დაახლოებით 98-97. მესამე? პერიოდულად სხვადასხვანაირი წონა იყო, მაგრამ ყველაზე მაქსიმუმი რაც მქონია იყო დაახლოებით 94. კარგი, მეორე? 92 ნახევარი ვიყავი. პირველი? მე 120 კილო ვიყავი. როგორ? 120 კილო. 120? კარგი. მესამე მგონი ვიცი ვინ არის. 4 ვარჯიშობთ ხო? კი. პირველი რამდენი ხანია ვარჯიშობს? 2 წელია. 2 წელია? კი. მეორე? 2 წელიწად ნახევარია. მესამე? პერიოდულად სხვადასხვანაირად, მაგრამ დაახლოებით ესე 3 წელი და შენთანაც მივარჯიშია. ვიცი ხო. აქტიურად რაც ვარ 4 წელია დაახლოებით. ძალიან კარგი. ეხლა მინდა პირველმა მომიყვეს, რატო გადაწყვიტა ზოგადად ვარჯიშის დაწყება, რა იყო გარდამტეხი მომენტი. მთელი ცხოვრება ვარჯიშობდი სადაც 15 წელი ფეხბურთელი ვიყავი და შემდეგ ანუ პერიოდულად ტრენაჟერები სადაც მქონდა. ეს 2 წელია რაც იმენა მარტო ტრენაჟერებს ვარჯიშობ, და სხვა არაფერს. ეს გარდატეხი მიზეზი არ ყოფილა არანაირი. არანაირი გარდამტეხი. მეორეს? ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე. შემდეგ დავანებეთავი და 20-ში დამეწყო ის პერიოდი, მოკლედ მომატების და მაგის შემდეგ სწორკვებასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ვარჯიშიც დამეწყო, რომ დამხმარებოდა ფორმების შენარჩუნებაში. მესამე მომიყვეს. 13 წლიდან მქონდა პატარ-პატარა ცოტათი ჭარბწონა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მახსოვს დაახლოებით აი 70 ვიყავი მაშინ. პერიოდულად რაღაცა, ანუ ესე ვარჯიში თან მივარჯიშიო. ძირითადად სწორიკვება იყო, მაგრამ ეხა დაახლოებით როგორც თქვი 3 წელი ვარჯიშობ იმისაც, რომ რაღაცა საქმიანობიდან გამომდინარე, სადაც სხვა უწევს ჩემი ნახვა და ბევრ ადამიანს გულისხმობ. მივხვდი რომ ვიზუალი ძალიან, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის და გავწყვიტე საკუთარ თავზე მუშაობა. მეოთხემაც მომიყვეს. ორსულობის შემდეგ გამექცა წონა, იმიტომ რომ დისბალანსი მქონდა ჰორმონების და ორსულობის შემდეგ გადავწყვიტა რომ ჩამდგარიყავი ფორმაში და პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. ამიტომ პირველი მომოტივირებელი იყო სწორედ ის, რომ უბრალოდ დამეწყო ვარჯიში და ჩემს პირვანელ ფორმებს დავბრუნებოდი და ნუ პლუს მაგას ცოტა დიდი სტრესიც გადავიარე და მაგანაც რა თქმა უნდა ცოტა დამამოტივირა. გასაგებია. კაი, ნინიკუშკა, ეხლა შენ ამ 4 ადამიანიდან უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გონია იმპოსტერი, ესე ვთქვათ, და რომელი გატყუებს და ცდილობს რომ მოგატყუოს თვლიანად ამ თამაშის განმავლობაში. ერთი ადამიანი აირჩიეთ, ან დამისაღოთ რატო ფიქრობ მაგას და ის ადამიანი გავაგდოთ. ზუსტად რომელიც ვიცი რომ შემიძლია გამოვაძებო იქიდან პირდაპირ ის რომ გამოვაგდო. რაიც, იქნება და მაგამდე იყო მართლა ჭაბწონიანი და კოსტა შერო. ბოლო ერთ წელიწადში ხო თქვი? არა. ზოგადად ეს წელიწად. შეიძლება იმან დაიკლო 40 კილო, მე შეიძლება ისე მოიმატა, მე ის მოსვა დაიკლო, არა შეიძლება. კარგი. პირველმა თქვა რომ სულ სპორტსმენი იყო, მეორე ცეკვავდა, მესამე პერიოდულად ვარჯიშობდა და ეხა დაიწყო უფრო ტრენაჟერზე, მეოთხე ორსულობის დროს დავიკელიო, კი და ორსულობის მერე იყო გარდამტეხი მომენტიო, ხო? ეხლა ნაცნობობაში არ გამაგდო, იმიტომ რომ შენთან რომ მოვედი, შეგიძლია გაიხსენო როგორი ტანი მქონდა, ეხლა როგორი მაგ და მანამდეც თუ გაქვს რაღაცები ნანახი. შეიძლება ამასაც გატყუებს, ეგეც არ ვიცი. არა, მოდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მესამეს არ გავაგდებ. ფიქრობ, რომ მეორე მითხრას კიდე ერთხელ რამდენი კილო ეხა და რამდენი იყო? 52 კილო ვარ და ვიყავი 92 ნახევარი. 92 ნახევარი.
და პირველმაც მითხრას რამდენი კილო იყო და რამდენია ხა? ეხლა ვარ 78 და ვიყავი 120 კილო. 120 კილო? და 120 კილო ფეხბურთსო თავი დაანებე მაშინ გახდი თუ ფეხბურთის დროს იყავი? ბავშვობიდან მქონდა ჭარბი წონა. ბავშვობიდან და რა პოზიციაზე თამაშობდი? მცველი ვიყავი შუა. შუა მცველი იყავი? რამდენი წლის ხარ? ეხლა 23-ის. 23-ის? ფეხბურთს ედის დაანებე თავი? სადღაც 3-4 წლის წინ. სად თამაშობდი? შტურმი, რა პოზიციაზე რა მითხარი? შუა მცველი. არ ვიცი, მგონია რომ პირველი ყოველ შემთხვევაში შეიძლება ფეხბურთს ალბათ თამაშობდა, მაგრამ მგონია რომ ჭარბი წონა არ ქონდა. შენ აგდებ ესე იგი პირველ ნომერს. პირველ ნომერი რომ გამოვიდეს და დაგვინახოს. ნომერი პირველი. სასიამოვნო. შეგიძლია განმოინაცვლო აქეთ. სანამ მეორე რაუნდზე გადავალთ, მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენი არხის სპონსორია არქის კარგი სნეკი, რომელიც პირველი ვიდეო დაგვიდგას გვერდში და ძალიან დასაფასებელია ის, რომ ჩემს ვიდეოებს ძალიან ასპარტობენ, აქედან ძალიან დიდი მოგვითხრა ყველა მათგანს, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა გვიყურებენ და ძალიან დიდი მადლობა და ახლა უკვე ახალი შებუთვით შეგიძლია შეიძინოთ ნებისმიერ მაღაზიაში საქართველოს მასშტაბით. ნინიკუშკა, სანამ მეორე რაუნდზე გადავალთ, მე შენ უნდა გაჩვენო 3 ფოტო. ხა ამ 3 ფოტოდან ერთი არის რეალური, ხოლო დანარჩენი 2 არის AI-ის მიერ დაგენერირებული ფოტოები. ესე იგი, ეს ფოტოები იქნება ზუსტად ამ ადამიანის ფოტოები, ოღონდ დაკლებამდე. ან პლუს 40 კილოთი იქნებიან ეს ადამიანები. ეს არის მოკლედ ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდნენ დაკლებამდე და ეს თქვა ტრანსფორმაციამდე. აქედან ერთი მათგანი არის რეალური, ხოლო დანარჩენი 2 არის AI-ის მიერ გენერირებული ვიდეო რა იყო ფოტო. ხო, უბრალოდ შენ არ შეგიძლია არანაირი კითხვის დასმა, უბრალოდ აი ამ ფოტოებიდან გამომდინარე იმსჯელე და გადაწყვიტე რომელია ესე თქვა იმპოსტერი. კარგი. არის ეს ერაში რომ მომიყვანეთ ამ იმაზე რა ქვია. არ შეიძლება ესე კარგადაც არ შეიძლება. ჩემი საყვარელი რაუნდია ეს. ჩემი აზრით ეს ბაკურიანშია გადავა. აი ეს პირდაპირ გავაგდო არ შეიძლება. ეს არის AI. შენი გადასაწყვეტია. აი ეს არის AI. რატო ფიქრობ ამას? აი ზუსტად ვიცი. ცი რა არის? ეს ფოტო ცოტა ამ ორ ფოტოში ნამდვილად არ ვიცი რომელია AI რა, აი მართლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ კარგად შეიძლება ჩამჯდარი იყოს იმაში რა, რომ 40 კილოთი მეტი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ამ ფოტოს უკან არის, იმიტომ რომ ფოტოები მართლა კარგად არის გაკეთებული და ამ ადამიანზე მგონია რომ იმდენად ისეთი კარგად შერჩეული ფოტო არის და მე გაკეთებული AI-ით რომ ამას გამოვაწერებ. ოკეი. მესამე ნომერს მესამე ნომერი. დავემშვიდობები ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამჯერად მარტივად როგორ ახარ? მესამე ნომერი. გამარჯობა. იქნება და მე ვარ. არ არზე. ხმაზე რო არ მეცანი გამიჭირდება და ეგ ამბავი, მაგრამ ოკეი, გადავედით მესამე მეორე ის ადვილად გამოწერე. ეხა რა იცი, იქნებოდა პირველი იყო, იქნებოდა მეორე, ანუ მოკლედ, გადავედით მესამე საფინალო რაუნდზე, სადაც დარჩნენ გოგოები და გოგოების დუელი გვაქვს. ფარდაოდნა ვავწიეთ იმ და ასევე შეგიძლია ფორმების მიხედვით იმსჯელო, მაგრამ სანამ შენ ფინალს დაიწყებ, მაყურებელს შევახსენებ, რომ გამოიწერო. არხი ნელ-ნელა უახლოვდებით 2000 და 1900 რაღაცა გამოწერზე ვართ. 5000-ზე ვირდები ძალიან მაგარ ვიდეოს საქართველოსდან არა. აი გეგმები მაქვს ზაფხულში და ჩაგერთვებით ზაფხულიდან იქიდან უცხოეთებიდან რა. კარგი. გადავინაცვლოთ მესამე რაუნდზე და ნინიკუშკა შეუტიე. დაიწყე. კარგი. ვარჯიშად მართლა უმნიშვნელოვანესი რამეა glow-up-ისთვის კი არა, ზოგადად ჯანმრთელობისთვის და ყველაფრისთვის. მაგრამ ეხლა ცოტა კვებასაც შევეხები, იმიტომ რომ კვების garaშე მაგხელა ტრანსფორმაციის განცდა შეუძლებელია. სხვა შორის მეც მაქვს ისეთი კაი 25 კილოიანი ტრანსფორმაცია, და ნუ კვების garaშე არ გამოდის ეგ ამბავი და მოდი კერდა მეორე და მეოთხე დამჩნენ ხო? თუ გინდა პირველი მეორე დაუძახ. პირველმა მოყვეს ეხლა როგორ იკვებება და ხო, ეხლა როგორ იკვებება, ჯერ მაგით დავიწყოთ. ამ ეტაპზე ვიკვებები ძირითადად ცილოვანი საკვებით
ძალიან მიყვარს ხორცი და ხორცი უარს ვერასდროს ვერ ვამბობ. ძირითადად კალორიულ დეფიციტში ვარ ისევ და დღეში ვიღებ დაახლოებით 1100 კალორიას. კარგი, მეორე. მე თითქმის ყველაფერს ვიღებ, ანუ ჯანსაღ ცხიმსაც, ნახშირწყალსაც, ცილასაც, უჯრედისაც, თითქმის ყველაფერი მაქვს, რა თქმა უნდა, დღიურ რაციონში. უბრალოდ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთი დოზით არ მაქვს. ძალიან კარგი. და აი მანამდე სანამ ამ ტრანსფორმაციის გზას დაიწყებდით, მანამდე როგორ იყო? ჯერ პირველმა მოყვეს თავისი რეჟიმი, მარტო კვება არ მაინტერესებს. როდესაც წონაში ვიყავი ძალიან დიდი, მაშინ კორონას პერიოდი იყო, ძირითადად სახლში ვიყავი, არა ადამიანურად ვჭამდი ყველაფერს. მაშინ გადავწყვიტე, რომ ცხოვრება და რაღაცები დამეწყო, მოკლედ კარგი ცხოვრება შევქმნი ჩემ თავს. რითიც ძალიან მოვიმატე. პლუს მაგას დამემთხვა სტრესული პერიოდი ძალიან, ჰორმონალური დისბალანსი და შესაბამისად ვარჯიშითაც რო აღარ ვარჯიშობდი, ამდენი წლის მოცეკვების მერე ძალიან აუკრიფე და ვეღარ გავჩერდი. როდესაც უკვე 20-21-ში გადავწყვიტე, რომ დამეწყო ჩემ თავზე ზრუნვა, მაგ პერიოდში დავიწყე ფასტინგი. ძირითადად შეზღუდული არ ვიყავი, არც კალორიებს ვითვლიდი და არაფერს. ვჭამდი ყველაფერს, უბრალოდ რაღაც გარკვეულ დროის პერიოდში. ძალიან მოქმედა ამან. ძალიან უცებ დავიწყე წონის კლება, ტანი და ფორმები დამრჩა საშინლად, რის გამოც მივედი მასაჟებზე. და შემდეგ უკვე 1 წლის მერე დავიწყე დარბაშის სიარული და დარბაშის სიარულთან ერთად დავიწყე უკვე ჯანსაღი კვება და კალორიების დათვლა. ხა მეორესაც მოусმინოთ. ჩემ შემთხვევაში, როგორც გითხარით, სანამ ორსულად ვიქნებოდი, მოკლედ დაახლოებით 1000-1100 კალორიაზე ვიყავი, რის გამოც შემდეგ უკვე კვებითი აშლილობაც დამეწყო, იმიტომ რომ ტვინს ვაჯერებდი, რომ 1100 კალორიაში უნდა ჩამჯდარიყავი, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. ტვინმა ავტომატურად დაიწყო ამ კალორიების თვლა და შესაბამისად დამეწყო ავტომატურად კვებითი აშლილობა. ორსულობის პერიოდში მთელი 9 თვის განმავლობაში თითქმის კვებითი აშლილობა მქონდა და ასევე ფასტ ფუდებსაც ვიღებდი, ლოგიკურია, ვერც ვარჯიშობდი. ეხა ბოლო პერიოდი, როცა უკვე მივხვდი, რომ დამშვიდ და ორგანიზმი და ყველანაირად მზად არის იმისთვის, რომ კონკრეტულად ვითვალო თუნდაც ცილა, თუნდაც ნახშირწყალი, თუნდაც ცხიმი, ეხა უკვე შეძლების დაგვარად ვითვლი ხოლმე, როგორც გითხარით, ეხა ვარ დაახლოებით 2000 კალორიაზე, პლუს მაგას ვარჯიშობ. იქამდე მქონდა ძალიან ცუდი ცხოვრების წესი, თითქმის არ ვარჯიშობდი, ორსულობამდე ვამბობ. უბრალოდ ჰობი სტილში მქონდა ხოლმე ბოქსი, თუმცა როგორც გითხარით, ორსულობის შემდეგ მთლიანად ეს ყველაფერი შეიცვალა. და ბავშვი რამდენი წლის არის? 4-ის. 4-ის? 5-ის ხდება, იქითაშია მოკლედ გადასული. აი, ძალიან დავიბენე ხა. ჯერ შეგიძლია არ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ეტაპისთვის რომელს ფიქრობ? ამ ეტაპისთვის ფიქრობ, რომ თან იმ ფოტოებსაც ვიხსენებ კარგად და ხო, ცოტა რთულია. პირველი არ ვიცი ხა, შეიძლება უკვე გაგდებული მყავს ის, ვინც რეალურად არ უნდა გამეგდო, მაგრამ ჩემი მას თუ მივყვები, პირველი 2 უფრო ადვილად მივიღე გადაწყვეტილება, ვიდრე ხა ამ ორში რა. რეალსაც ყვებიან დაახლოებით ისე ყვებიან, ორივე ისე ყვება, რომ თითქოს ერთი გზა რაღაც ეტაპზე მაინც გავლილი აქვთ. რაც საკმაოდ ესეთი რთული და ძალიან მაგარი გზა არის, რაც გავლილი აქვთ, რასაც ყვებიან, არ ვიცი რამდენად, რომელი იტყვება, არ ვიცი. ამიტომ ცოტა მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. აი, რა ტიპის ვარჯიშები გიყვართ, ორივე მითხარით? ჩემთვის ყველაზე საყვარელია ჯიმში ვარჯიში, არ მიყვარს ჯგუფურები, არ მიყვარს პილატესი, არ მიყვარს მსგავსი რაღაცები, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ცეკვაზე რო დავდიოდი, გაწევებს ვაკეთებდი და ცოტა ზედმეტია, მიყვარს აქტიური ვარჯიში, ძალიან მიყვარს კარდიო და პრესები, ჩემი ტოპ ვარჯიშებია და რა თქმა უნდა, ქვედატანის ვარჯიშები. განსაკუთრებით hip thrust-ი. ჩემ შემთხვევაში ძალიან არ მიყვარს კარდიო, მაგრამ ასევე სპორტსმენი ვარ და შესაბამისად მჭირდება, რომ კარდიოც გავაკეთო და ძალიან მიყვარს ძალისმიერი ვარჯიში, თითქოს მომშვიდებს და მაწყნარებს თითქოს ყველანაირი ძალისმიერი ვარჯიში. თქვენი აზრით რა უფრო მნიშვნელოვანია წონის კლებაში, ძალისმიერი ვარჯიში აკეთო თუ კარდიო? ჩემ შემთხვევაში მეკითხებით თუ? ორივე მითხარით, ჯერთ მე. ორივე მნიშვნელოვანი არის, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მხოლოდ ძალისმიერითაც ვერ წავალთ წინ,
იმიტომ რომ გინდა არ გინდა გულსაც სჭირდება თავისი ვარჯიში და გამძლეობა და ასევე მხოლოდ ვერც ძალის მიერზე ვიქნებით მოკლედ და ვერც კარდიოზე, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, საჭიროა ორივე. ჩემი აზრით, წონის კლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარდიო და უპირველესია კვება. დანარჩენი ძალისმიერი ვარჯიშები მგონია, რომ უფრო ფორმაში მოსაყვანად არის. კარგი. გადაწყვეტილება უნდა მივიღო? ამ დაძაბული ფინალის შემდეგ ამგანია რომ პირველი ნომერი არის ის, ვინცაც აქვს glow-up-ი და გეტყვი რატო. მეორე ნომერმა ზუსტად იცის რეებზე ლაპარაკობს, მაგრამ პირველი ისეთ პასუხებს ცემს, რასაც როცა ადამიანი ვარჯიშს იწყებს, ესეთ რაღაცებს უფრო, ანუ აი როცა პირველ ნაბიჯებს დგამ, აი ესეთ რაღაცებს უფრო აკეთებ, ვიდრე ის, რასაც მე ლაპარაკება. იმან ზუსტად იცის, რას მე ლაპარაკება, ზუსტად აქ რაღაცებზე პასუხები და მგონია რომ ის მატყუებს და ეს არა. პირველი არის glow-up ვისაც აქ. ეხლა მინდა რომ ძველ მონაწილეებსაც დაუძახოთ და ყველანი ერთად დავდგეთ სკრიპში. და ყველამ დავანახოთ ჩვენი თავები ვინები ვართ. კარგი. ჩვენი გადაწყვეტილება იყო 10 უკვე მეორე ნომერი. ხო, 10 უკვე მეორე ნომერი. ეხლა მინდა რომ იმ ადამიანმა, ვისაც ნამდვილად ჰქონდა ეს უდიდესი ტრანსფორმაცია, გადმოდგას ნაბიჯი წინ. მე კაი არა მე არ ვიყავი დაიცოდი. აი, თვალებს ხუჭა. 3, 2 და 1. კარგი, წაში თუ შეიძლება 1000 და პირველი რა თქმა უნდა ნიკუშკას და მარიამს და 1000 რო შეძლო მოგაწყვეტა, მაგრამ ეხლა მარიამ შენზე რომ მოგიყვე 1-2 სიტყვა იმ გავლილ გზაზე თუ რა გაიარე, როგორ და რანაირად. რეალურად რაც ვილაპარაკე, არაფერი მომიტყუებია. უბრალოდ იმდენად ზოგისთვის მართლა არარეალურად მიაჩნიათ ხოლმე, ანუ მართლა რომ იმდენად დიდი გზა არის და რთული გზაა, რომ ხშირად ყოველ შემთხვევაში ფიქრობენ ხოლმე, რომ ცოტა შეუძლებელია ხოლმე რა. ან მაგიტომაც იყო რეალურად პირველად, რომ მომინდა რომ აი სცენაზეც უნდა ავიდე, რომ ჩემი ხმა არამთუ საქართველოში, არამედ იმის გარეთაც გავიტანო, რომ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჭარბწონას ებრძვიან, ანუ არ არის ეს უბრალოდ, რომ აი მოდი არაფერი არ გამოვა და მოდი აი ესეთ ტანზე ვერასდროს მივალ და მოდი ამას ვერასდროს ვერ შევძლებ და აი მსგავსი ფრაზები რომ უბრალოდ ჩამოირეცხონ რა და კი, ჭარბი წონიდან და 98 კილოდან სრულიად შესაძლებელია ის 6 თვე იქნება თუ 1 წელი იქნება. სრულიად შესაძლებელია რომ აი ეს glow-up-ი განიცადო რა. თუმცა არ ვამბობ იმას რომ აუცილებლად 1 წელში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ვიღაცას თუ სჭირდება 6 თვე თუ 1 წელი, არ ნიშნავს რომ მეც აუცილებლად 6 თვეში იგივე შედეგი თუ არ დავდო, ეს იგი არ გამომივა. შეიძლება მე დამჭირდეს 5 წელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გამომივა რა. აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი, უბრალოდ არასდროს არ უნდა მოусმინოთ სხვას რა. ყოველთვის გეტყვიან რომ აზრი არ აქვს, ყოველთვის გეტყვიან რომ მოდი უბრალოდ დაიკიდე და უბრალოდ აღარ მიაქციო ყურადღება და რაც არის ეგ არის. ზუსტად იცოდეთ რომ აი მაგ სიტყვებს რო გეუბნებიან, აი მაშინ უნდა ადგეთ უფრო ძლიერად და მაშინ უნდა გააგრძელოთ მოკლედ გზა რა. მე ხა ვიტყვი რატომაც მოუტყუდი, წეგანაც თქვი გავიმეორებ, იმდენად ზუსტად იმას იძახთა, რაც წესით და რიგით რა ნაბიჯებიც ადამიანს უნდა ქონდეს გავლილი, რომ ადამიანი რომელიც მაგ გზას იწყებს, ძირითად შემთხვევაში იწყებს სხვანაირად და არა ესე იდეალურად რა. ცოტა იმაში შეცდებოდა, რომ მე რო ვთქვი რომ 98 ვიყავით ხო და ეხა 66 ვარ თქო, ლოგიკურია მაგაში შეცდებოდა, თუმცა რადგან მონოპლასტიკა გავიკეთე, ცოტა ხანს ვერ ვარჯიშობ, ფორმაში ვერ ვარ და ცოტა ისევ გამექცა წონი, ამიტომ. ჩემთვის რეალურად ეგ იყო რა, რომ ადამიანები როცა იწყებენ, ყოველთვის უფრო ესეთ რაღაცებს აკეთებენ, ვიდრე ესეც რა და ის პასუხები გამცა, რაც რავი, წესით ხომწვრთნელი ან ძალიან ზუსტად მომზადებული უნდა ყოფილიყო, რომ ეგრე დაეწყო რა. მაგიტომ მეგონა რომ ეს იყო. 1000 სტაში, იმიტომ რომ მოიგო, თათა შენ გითხარი 1-2 სიტყვა. ასე კი არ მომიტყუებია. რეალურად ცხოვრებაში არ მივარჯიშია, მართლა 2 წელია რაც ვარჯიშობ. ჩაგე ვისთან ვარჯიშობთ? მე ჩემთან ვარ, ტაში შეიძლება რა, აი ტაში რა. ხო, ანუ არც საკვაზე მივლია, არანაირ სპორტზე არ მივლია. 2 წლის წინ დავიწყე ვარჯიში და უბრალოდ ვარ მატყუა რა. უბრალოდ კარგად ვიტყუები. ხო, არ მინდოდა მართლა.
არ გვინდა წონის პრობლემა არასდროს, მაგრამ ანუ ვარჯიშზე რომ მივედი, ხელობრივად ედიქტით გავხდი, არაფერი აღარ მინდა სხვა რო აგეთო და მადლობა საბა შენ გაიხარეთ, ჯიგრები ხართ. კაი, გიო, შეიძლება შენ მოგიყავი შენს შესახებ თუ შეიძლება. გიორგი მქვია, ვარ 19 მართლა გიორგი ქვია. ვარ 19 წლის. ფეხბურთს თამაშობ 15 წელი მართლა. ჭარბიწონა დროს არ მქონია ცხოვრებაში. სუფორმაში ვიყავი ასე ვთქვათ. შენ იცი სად დაიწყე? 120 კილო ვიყავი და ფეხბურთს თამაშობდიო და ხო, მაგას დავიწყე. კიდევ აი კი, და 23 წლის ვარ, 4 წელია ყველა აი ერთ 4 წლის ავიყავ ბავშვი. და ბატონი მესამე ნომერის რომელიც ყველა ისნობს როგორც შმებრო. აი. გავარჯობა. აუ რავი რა მე წონასთან მართლა მქონდა სხვა შორის პრობლემები 13 წლის ასაკში. ხო არა კი ანუ 70 კილო მართლა ვიყავი და ეხლა ვარ მხოლოდ 73, ანუ წარმოგიდგენია. და ვარჯიშიც შენ თვითონ იცი რომ მეზარება რა. ნინკოშსაც არ დავდიოდი, აი ნახევარი მახსოვს. სამჯერ იყო უმოსული ალბათ. ან ხუთჯერ. ვარჯიში მომწონს საკმაოდ, მაგრამ რაღაცა აი წონის გამო დიდად არ არა, უბრალოდ იმისაც რომ თავი კარგად ვიქცნო. კაი, ოღონდ სხვანაირები ხართ აქედან ბავშვი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას მართლა მოსვლისთვის, იმიტომ რომ ყველაზე რთული მომენტი ის არის ხოლმე ვიდეოს გადაღებაში, რომ ხალხის მოძებნა, პლუს სწორი ხალხის არჩევა და აშენო და აშენო. თქვენ ყველას განმოგეცემოთ რა თქმა უნდა, ჩვენი სპონსორი სნეკის მიწისყილის კარაქი, აბსოლუტურად ყველას რამდენიც გაგატანთ, მანქანებით ჩავზიდოთ, წავიღოთ თუ გინდათ. და იმედი მაქვს, რომ ერთ ადამიანს მაინც გაუჩნდეთ ნაპერწკალი ამ ვიდეოთი, რომ თუ სიტყვაზე რაიმე შეცვლა უნდა ფორმის და თუნდაც ჭაბწონიანობას ებრძვის, ადგეს და ხვალვე დაიწყოს ვარჯიში. და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს შევძელით, თუნდაც მარიამის გლოვაპის მიხედვით, თუნდაც ნიკუშკას მიხედვით, მეც მქონდა რაღაცა, მაგრამ ამაზე არ მოყვები არაფერს, მაიქ შემდეგში იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, გამოიწერეთ ჩემი არქი მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ამ ვიდეოს და შემდეგ შეხვედრამდე. ეგ არის. ძალიან დიდი მადლობა.